ნიგერიაში ლაგოსის სანაპირო ზოლის მცირე მონაკვეთზე გარემოსდამცველები ზღვის კუებს ეხმარებიან, მკურნალობენ და მათ რეაბილიტაციას უწყობენ ხელს. ისინი პლასტმასის დაბინძურებისა და ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლის გასწვრივ უკანონო თევზჭერის მსხვერპლები არიან. კვირების განმავლობაში დამუშავების შემდეგ ჩინედუ მოგბო კუებს ისევ ოკეანეში აბრუნებს, რაც ნიგერიის სწრაფად შემცირებული საზღვაო ველური ბუნების დაცვის კამპანიის ნაწილია. ამ ზღვის კუების გათავისუფლების გარდა ჩვენ სანაპირო ზოლი გამოვიკვლიეთ და მეთევზეებს ზღვის კუების შენარჩუნების მნიშვნელობა გავაცანით. საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ დავაბალანსოთ კონსერვაციისა და მოხმარების ეს სისტემა. ჩვენ უნდა დავინახოთ ეს და ვასწავლოთ ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივ თემს, რომ ზღვის კუები, დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება მათი საკვებად გამოყენება სურდეს, სინამდვილეში მათთვის უფრო დიდი შემოსავლის წყაროა. ზღვის კუების გარეშე მოსახლეობა თევზაობას ვერ შეძლებს. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მონაცემებით ზღვის კუები გლობალურად აღიარებულია როგორც ოკეანის ჯანმრთელობის ინდიკატორის სახეობა და მათი რამდენიმე ჯიში კლასიფიცირებულია როგორც გადაშენების ან კრიტიკულად გადაშენების პირასმყოფი. ნიგერიის გრძელ ატლანტიკურ სანაპირო ზოლში სულ მცირე 4 სახეობა ბინადრობს, მათ შორის ზეთისხილის რიდლი და ტყავისებრი კუ. თუმცა მკვლევარები ამბობენ, რომ პლასტმასის დაბინძურება, სანაპირო ეროზია და არარეგულირებადი თევზჭერა მათ პოპულაციას ამცირებს. კუების თავიანთ საცხოვრებელში გაშვების ხილვა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. ამ პროცესმა დამანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ კუებისთვის, არამედ სხვა ზღვის ცხოველებისთვისაც პრიორიტეტად ვაქციოთ. გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის შეფასებით ყოველწლიურად 11 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასის ნარჩენი ხვდება მსოფლიო ოკეანეებში, რაც სავარაუდოდ 2040 წლისთვის თითქმის 3-ჯერ გაიზრდება, თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული. ლაგოსი აფრიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ნარჩენების არასაკმარისი მართვისა და სწრაფად მზარდი ურბანიზაციის გამო პლასტმასის დაბინძურების მთავარ წერტილად იქცა. გაეროს პროგნოზით ამ ტერიტორიებზე ოკეანეში არსებულმა პლასტმასმა შეიძლება 2050 წლისთვის თევზის რაოდენობას გადააჭარბოს.